საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად ოჯახში ძალადობის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გახსნა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ოჯახში ძალადობის საკითხზე სწავლებას ძალადობის ჯანდაცვის ეროვნული ქსელის და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წარუძღვებიან. ამ ეტაპზე გადამზადების კურსს თბილისის მასშტაბით უკვლებლივ ყველა პატრულ ინსპექტორი გაივლის. Ამ წლის 5 ივლისიდან დღემდე 385-მა უბნის ინსპექტორმა უკვე გაიარა ეს კურსი და შესაბამისად 4 ასეული ჩაერთვება დღეს საპატრულო პოლიციიდან ამ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში და მომავალშიც ვაგრძელებთ ამ ტენდენციას, რასაც ქვია მუდმივი პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლება. თითოეულ თანამშრომელი მზად ყოფნაშია, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი მოსახლეობაში და ჩვენ ერთობლივად გვინდა რომ ეს კამპანია ვაწარმოოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ პოლიციელს გადავაბრალოთ თუ რაიმე ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა გადაინაწილოს ყველა სტრუქტურამ.